უსინათლო ადამიანებისთვის პირველი ქართულენოვანი ხმოვანი მაჯის საათი შეიქმნა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ბატონი დავით ბიბილეიშვილი, სტარტაპი XSA-ის დამფუძნებელი და რა თქმა უნდა დეტალურად შევიყოთ მისგან თუ რას ემსახურება ეს ყოველივე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, საკითხით დაინტერესებისთვის, მივესალმებით ტელემაყურებლებს. ესეც საკითხია, რომელთაც რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა დაინტერესებულიყავით ჩვენს და რა თქმა უნდა საზოგადოებაც, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი უსინათლო ადამიანისთვის და უფრო მეტი დეტალი რო გაგვაცნოთ, თუ როგორ უნდა იმუშაოს ამ საათმა და კონკრეტულად რა ფუნქციები ექნება. მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში მე მინდა დავიწყო იმით თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს ხმოვანი მაჯის საათი უსინათლოებისთვის და რამდენად მნიშვნელოვანი არის დამოუკიდებლად შეეძლოს უსინათლოს დროის გაგება, დროის მართვა და მისი კონტროლი. ერთ-ერთი ხშირად დასმული შეკითხვა უსინათლოს მიერ დღეს არის თუ რომელი საათია. რომელი საათია. და მეტიც სპეციალურ ნომრებზეც რეკავს ზოგიერთი უსინათლო იმისთვის, რომ გაიგოს დრო. ეს იყო ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, თანადამფუძნებლებისთვის мотивация და იდეა, რომ გაგვეკეთებინა ისეთი საათი, რომლითაც დამოუკიდებლად შეძლებდა დროის გაგებას. რაც შეეხება ქართულენოვან ხმოვან მაჯის საათს, ეს არ იქნება მხოლოდ ხმოვანი მაჯის საათი. მას ექნება დამატებითი ფუნქციაც, რომ რელიეფურად ან ტაქტილურად შეხების გზით გაიგოს თუ რომელი საათი არის. ასევე ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? ერთის მხრივ ადამიანები, უსინათლო ადამიანები ინფორმაციას იღებენ ხმით, ხოლო მეორეს მხრივ შეხებით, მაგალითად ბრაილის შრიფტით. ხოლო მაგალითად ხმაურიან ადგილას შესაძლოა ეს ხმოვანი ვერ გაიგონოს, ვერ გაიგოს. ასევე მაგალითად, როდესაც კონფერენციაზე არის, ლექციაზე არის თუ სხვადასხვა ისეთ ადგილას, სადაც ზედმეტი ხმაური, ასე ვთქვათ, მიზანშეუწონელი იქნება, ამ შემთხვევაში შეხების მეთოდი უფრო ოპტიმალური იქნება. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ორივე ფუნქცია ქონოდა საათს. ვისი იდეა იყო ეს და როგორ გაჩნდა ზოგადად ეს იდეა და თავისთავად ამას უკვე ელოდება საზოგადოება, მით უმეტეს უსინათლო ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მჭირდება ეს ყველაფერი და როდიდან არის შესაძლებელი უკვე რომ დღის სინათლე იხილოს ამ პროექტმა და გაყიდვაში ჩაეშვას, ასე ვთქვათ, ეს მაჯის საათი. ეს იდეა ასე თუ რა უნდა გაგვეკეთებინა საერთოდ ჭობის შედეგად დაიბადა, ასე ვთქვათ. პრობლემამ დაბადა რეალურად. რა თქმა უნდა, პრობლემამ დაბადა ეს იდეა და შემდგომ უკვე დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა. რამდენი ხანი მუშაობდით? თვითონ იდეა როდის განხორციელდა, რამდენი რად რო დაჭირდა იმისთვის, რომ უკვე შედეგამდე მისულიყავით? ამ სადღაც რამდენიმე თვე დაჭირდა იმისთვის, იდეიდან გეგმამდე, გეგმიდან უკვე განხორციელების ეტაპამდე მისულიყავით. რაც შეეხება თუ როდის იქნება უკვე საქართველოში უსინათლოებისთვის ხელმისაწვდომი ხსენებული მოწყობილობა, დაახლოებით შემოდგომის პერიოდში უკვე სადღაც ოქტომბრის ბოლომდე არც კი უკვე ხელმისაწვდომი იქნება უსინათლოებისთვის ეს მოწყობილობა და ჩვენ ვცდილობთ რომ მაღალხარისხიანი პროდუქტი შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს. დავით, თუ არის შესაძლებელი ახლა დაახლოებით რო წარმოვიდგინოთ, აი პრაქტიკულად დავუშვათ ახლა გვაქვს ეს საათი, აი როგორ იმუშავებს, როგორ შეიძლება თუ ახლა გვისმენენ უსინათლოები, მათაც წარმოდგენა შევქმნათ, როგორ მიხვდებით რომელი საათია, როგორ გავიგებთ. თქვენ თქვით რომ იქ რამდენიმე მექანიზმია, მაგრამ აი დაახლოებით წარმოგვადგენით როგორი საათი იქნება. კი ბატონო, მე მაგალითად მიკეთია საათი, რომელიც არის მხოლოდ ბრაილის საათი, ასე ვთქვათ, რა დროსაც ზედაპირი იხსნება,
ხელის შეხების გზით ხვდებით რომელი საათია, ანუ ისრების განლაგებით ხელის შეხების ასე ვთქვათ გზით ხვდებით თუ რომელი საათი არის. მაგრამ ამას ვთქვათ გვერდით რო კონდეს ღილაკი, დააწვევი და დაწოლის შედეგად გამოსცემს ხმას. თუ მაგალითად ეხლა არის ვთქვათ 10-15 წუთი და ასე შემდეგ. ეს დროის თვალსაზრისითაც უფრო მარტივი იქნება, ხო, თქვა, სანამ საათს გახსნი და სანამ თქვა ეს ხელის მოძრაობით მიხვდებით, მანამდე ამ ღილაკზე დაჭერით, მარტივად გაიგებთ. უფრო სწრაფი იქნება. შეხების გზასთან შედარებით უფრო სწრაფი იქნება ხმით გაგება. ასევე ამას ექნება მაგალითად ნავიგაცია, ექნება მაგალითად მაღვიძარის დაყენების ფუნქცია და სხვა ტემპერატურის გაგების. კომპლექსური საათი უფრო ბევრი ფუნქციით იქნება დატვირთული. ეს საათი. მქონდათ ალბათ, არ ვიცი, შეიძლება არც დავუშვათ უსინათლოებთან ერთგვარი კონსულტაცია, რომ დავუშვათ აი მოგერგოთ უფრო, შეიძლება შეიძლება ერთი იდეა მოვიდეს, მაგრამ პრაქტიკაში რო გაამართლოს, მქონდათ თუ არა რაღაცა გარკვეული კონსულტაციები ან იდეის დონეზე განხილვები, რომ აი რა უფრო აჯობებდა, როგორი უფრო იქნება შედეგზე ორიენტირებული. ერთი იდეა რომ დაიბადა, მეორეა დახვეწაში რომ გეხმარება კონკრეტულად ადამიანი, ვისთვისაც არის განკუთვნილი. მადლობა ამ შეკითხვისთვის და თქვენ რა კითხვაც დასვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც რაღაც პროდუქტი იქნება მაგალითად უსინათლოებისთვის, უსინათლოების გარეშე. მე პირადად ასე ვთქვათ, პრეზენტაციაზე ვყოფილი ვარ სხვადასხვა პროდუქტის, მაგრამ როდესაც ვნახე, ფაქტობრივად არ არის გამოსადეგი უსინათლოსთვის. ჩვენ როგორც მე პირადად მაქვს მხედველობის შეზღუდვა, ასევე ჩვენს ერთ-ერთ პარტნიორს ვისთან ერთადაც ვაკეთებთ უსინათლო პროგრამისტი არის თავად და ასევე ყოველდღიურად აი რომ გითხრათ მაგალითად როგორი ხმა ურჩევნიათ ელემენტარული აქედან დაწყებული ხო როგორი უნდა იყოს საათი თითოეულ ნაბიჯზე გვაქვს კონსულტაცია. მე რა რო თქვათ, მე მხოლოდ მე და მხოლოდ ორ ადამიანს, რომელსაც აქვს მხედველობის შეზღუდვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს თუ რა როგორი უნდა იყოს ჩვენთვის, მაინც საჭიროა სხვა ადამიანებთან კონსულტაციის გავლა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას თავისი შეგრძნება აქვს და ასახვის და გამოსახვის საშუალება, ხო, თავისთავად. იგივე ის ხმა როგორი იქნება და რა ფუნქციებით იქნება დატვირთული. კი ბატონო, მაგალითად ესეთი შემთხვევებიც იყო, ზოგს ქალის ხმა ურჩევნია, ზოგს კაცის ხმა და ასე ვთქვათ, დიდი დილემის წინაშე ვიმყოფებით თუ საბოლოოდ რომელი ხმა გადავწყვეტოთ ქართულენოვან ხმოვან მაჯისაათს რომ კონდეს. შესაძლებლობა არ არის იმის რომ ვთქვათ ორივე ხმა იყოს დამონტაჟებული? ამ ეტაპზე ჯერჯერობით ეგ შესაძლებლობა არ არის, თუმცა სამომავლოდ პროდუქტის დახვეწის პროცესში უკვე ეგეც შესაძლებელი გახდება. ეს როდესაც უკვე ვთქვათ ჩაიშვება რეალიზაციაში თავისთავად მე უკვე გამოვლინდება ის რაღაც ნიუანსები, რომლის გაუმჯობესებაც შესაძლებელი იქნება თავისთავად. რა თქმა უნდა და თან ეს ყველაფერი ფინანსურ რესურსებთანაც არის დაკავშირებული. ჩვენ არ გვინდა ისეთი საათი შევქმნათ, რომელიც უსინათლო მომხმარებლისთვის ხელმიუწვდომელი იქნება. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ თითოეული საკითხი, თითოეული კომპონენტი დავამუშაოთ მაქსიმალურად ისეთი ფორმით და იმგვარად, რომ უსინათლოს აბსოლუტური მორგება იყოს უსინათლოსთვის. არის უკვე განსაზღვრული თუ გაყიდვაში სად იქნება კონკრეტულად ეს საათები და ფასი? მადლობა. ჩვენი კომპანია XS8-ის ასე ვთქვათ, ონლაინ გაყიდვებიც ექნება. და ასევე მისი ღირებულება დაახლოებით ჯერ ვაზუსტებთ მონაცემებს ტრანსპორტირება და სხვა დამატებითი ხარჯების დაახლოებით 100 ლარის ფარგლებში
რომ იყოს, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი იყოს უსინათლო. ყველა შეძლოს, რომ იქონიოს. ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებას გესურვებთ. შესანიშნავი პროექტია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ძალიან გამოადგება და დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის და საკითხით დაინტერესებისთვის. დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი პროექტი გექნებათ, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ ამ სტუდიაში. დიახ, მუშაობთ უკვე რამდენიმე პროექტზე და როდესაც ამ პროექტებსაც დავასრულებთ, უფრო მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე მუშაობთ, კიდევ აუცილებლად გაგიზიარებთ. გელოდებით ახალი პროექტების შედეგებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. დავით ბიბილეიშვილი, სტარტაპ XS8-ის დამფუძნებელი.